დილამშვიდობის კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც დილის 8 საათიდან ამ დრომდე ჩვენთან ერთად არის, მათაც რა თქმა უნდა, ვინც ახლა შემოგვიერთდა, ძალიან საინტერესო ნაწილი ჩვენი გადაცემის არის წინ და ახლა სწორედ ის ეტაპია, როდესაც ჩვენ სტუდიაში აღარ ვართ მარტო და უკვე სტუმრებს მასპინძლობთ. კი ბატონო, როგორც გადაცემის დასაწყისში დავაანონსე, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ევროპის არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდული სიცხეები, მსხვერპლმა 1300-ს გადააჭარბა. და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამ სიცხეს უწოდა, ჩუმი მკვლელი აი ესეთი სახელწოდებით მოიხსენია და მან თქვა, რომ ევროპული სკოლები, ბაღები და სხვადასხვა დაწესებულებები მსგავსი სიცხესთვის არ არის გათვლილი. საინტერესოა რა ვითარებაა ევროპაში და ასევე რა ტემპერატურას უნდა ველოდოთ ჯერ კიდევ წინ 2 თვე გვაქვს ზაფხულის და ჩვენს ქვეყანაში საქართველოში რა მოლოდინებია. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა მდივანი კავკასიის რეგიონალური გარემოს დაცვითი ცენტრის კლიმატის ცვლილებების პროგრამის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის კახა, მადლობა სტუმრობისთვის იმისთვის, რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. როგორც უკვე ვახსენე, ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. რა ხდება ამ ეტაპზე, რამდენად უპრეცედენტო არის ეს ვითარება? ევროპის მასშტაბით, რაც ახლა ჩამოყალიბდა და რასაც ვაკვირდებოდით გასული პერიოდის მანძილზე, იყო საკმაოდ მაღალი სითბური ტალღები, რამაც მოსახლეობას სერიოზული პრობლემა შეუქმნა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემებით დაინტერესება და ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ მედიის როლი ამ პროცესში არის განუზომლად დიდი, როდესაც საქართველოს მოსახლეობასთან ამ ინფორმაციის მიტანაზეა საუბარი. სითბური ტალღები, რომელიც ფაქტურად ერთგვარი გუმბათის ფარგლებში ჩამოყალიბდა ევროპის თავზე, არაძლევდა საშუალებას გრილი ჰაერის მასებს შეეღწია და ასე ვთქვათ, მივიღეთ ძალიან მაღალი ტემპერატურა ამ გასული 2 კვირის განმავლობაში. მოსახლეობისთვის რთულია ამ ყველაფრის გადატანა, განსაკუთრებით ისეთი ჯგუფებისთვის, რომელსაც აწუხებთ პულსის ძარღვთა დაავადებები ან სხვა ქრონიკული დაავადებები, შესაბამისად ყურადსაღებია ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ თემას უკავშირდება. კახა, ზოგადად რამდენად იყო პროგნოზირებადი, რომ წლევანდელი ზაფხული შესაძლოა ასეთი ცხელი ყოფილიყო და ასევე გარკვეული პროგნოზის გაკეთება თუ არის შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებაშიც? ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ ხოლმე, რომ ვცხოვრობთ 21 საუკუნეში, ვართ ძალიან ტექნოლოგიურად წასულები, ინფორმირებულები. მართლაც დედამიწაზე ყველა იმ კრიტიკულ ადგილას, სადაც გვაქვს საშუალება, რომ დავაკვირდეთ პროცესს, არის ჩაშვებული სხვადასხვა საზომი ხელსაწყო და მართლაც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს პროცესი იყოს შესწავლილი და მეცნიერებს, რა თქმა უნდა, მერე ყველა ველოდებით რა დასკვნებს გამოიტანენ. გვაქვს სატელიტური დაკვირვების სისტემა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ამინდის პროგნოზირება საკმაოდ რთულია ხანგრძლივ ეტაპზე. ახლაც, როდესაც საუბარია აი ასეთ მოკლე პერიოდში ველოდით თუ არა ასეთ პროცესის განვითარებას, რაც ევროპის თავს მოხდა, სამწუხაროდ ასეთი ტიპის მიღწევები ჯერ კიდევ არ გვაქვს და გვაქვს დაახლოებით 5-7 დღიანი პერიოდის პროგნოზირების საშუალება, რომელიც, რა თქმა უნდა, მოახლოებასთან ერთად აი 3 დღის პროგნოზი უკვე გაცილებით უფრო ზუსტია. რომ ჩვენ საუბრობთ ატმოსფეროზე, იმ ჰაერის მასების მოძრაობაზე, რომელზეც ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. და ასეთი მოდელი, რომელიც ამ მრავალ პარამეტრს გაითვალისწინებს, საკმაოდ რთულია მისი შემუშავება. რაც არის შემუშავებული, ის უკვე გვაძლევს საკმარის ინფორმაციას, რომ ასეთი ტიპის პრობლემების წინაშე, როდესაც დავდგებით, ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულები. ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი რისი გათვალისწინებაც ალბათ შეგვიძლია. სითბური ტალღები, რომელიც თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, არსებობს ვერსია, რომ სითბური ტალღები კავკასიისკენ დაიძრა. რამდენად არის საფრთხე, რომ საქართველოშიც ესეთი რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს და გარდა ამისა, რეგიონები თუ შეგვიძლია გამოვყოთ, სადაც ზაფხულის მიწურულამდე 2 თვე გვაქვს ჯერ კიდევ წინ, უფრო მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება შედარებით. კი ბატონო, ჩვენ ვაიც დილის ეთერში ვართ და მოსახლეობა გვიყურებს და ახლა იწყებს დღეს.
ვეცადოთ რომ ვაიწყოთ რომ პოზიტიურ ჭრილში მაგრამ უთხართ რომ დღეს უკვე დილიდანვე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. კი ბატონო, დავანახოთ ინფორმაციაც მივეცადოთ. იმ ჭრილში რაც მათთვის იქნება, რა თქმა უნდა, სასარგებლო. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია უკვე და ეს ჩამოყალიბებულია დაუშვათ ეს ტენდენცია, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად გვაქვს გვალვიანი პერიოდები აღმოსავლეთ საქართველოში, რაც მიმდინარე ივლისი-აგვისტოს პერიოდში შეიძლება იყოს ისევ, ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება მოსახლეობის მხრიდან. ურბანულ არეებში გვაქვს გამძაფრებული სითბური ტალღები პერიოდულად, ამ ეტაპზე რამდენდღიანი იქნება ამის თქმა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა ასეთი ტიპის შემოტევებისგან უნდა ვიყოთ, ვერ ვიქნებით დაზღვეული და უნდა მოვემზადოთ მაქსიმალურად. დასავლეთ საქართველოს რაც შეეხება მთიან რეგიონებს, აქ წვიმიანი პერიოდების გვახასიათებს, რომ იყოს ნალექის უხვი მოსვლა, რაც ასევე შეიძლება იყოს ყურადსაღები გარკვეული რეგიონებისთვის, სადაც გვაქვს მეწყრული პროცესები, სადაც არის ეროზიული პროცესები, ასე რომ ასეთი ტიპის მომზადება მათთვის იქნებოდა ძალიან კარგი. ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ფრაზა, განსაკუთრებულად ცხელ დღეებში, რომ ასეთი ცხელი ზაფხული ჯერ არ მახსოვს. ალბათ არსებობს ადამიანი, ვისაც არ გამოუყენებია. ახლა ვამბობდით ხოლმე რომ გრილი, ეს ფრაზა რამდენად ადასტურებს მეცნიერული მონაცემებიც აი ამ ფრაზას, რომელსაც ადამიანები ხშირად ვიყენებთ ხოლმე ზაფხულის განმავლობაში. კი ბატონო, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალური დათბობის პერიოდში. და ეს ტერმინი ხშირად ინტერპრეტირდება ისე, რომ მანდ-მაინც ყველგან უნდა დათბეს და ასე არ არის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება გარკვეულწილად არაპროგნოზირებადი სიტუაციები. მაგალითად, თუ ველოდებით დასავლეთ საქართველოში გარკვეული რაოდენობის ნალექს გაზაფხულის პერიოდზე, ეს ნალექი, რომელიც გადანაწილებული იყო ადრე მთელი თვის პერიოდში, შეიძლება მოვიდეს 2 ღამეში. აი ეს არის პრობლემა. ჩვენ სამწუხაროდ, ძალიან სამწუხაროდ ეს ყველაფერი გამოცდილი გვაქვს ვერეს ხეობაში, რაც მოხდა, როდესაც დიდი რაოდენობით ნალექი მოვიდა. ასე რომ აი ასეთი ტიპის ანომალიები ახასიათებს კლიმატის ცვლილებას. რაც შეეხება ცხელ ზაფხულს, ცხელი ზაფხულები გქონდა და გვექნება, ამას ვერ ავწდებით. უბრალოდ ძალიან მარტივი არის ელემენტარული წესები, რომლის დაცვაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. კი ბატონო, კახა, თუ შეგვიძლია საქართველოს ჭრილში გამოვყოთ რეგიონები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იქნებიან მაღალი ტემპერატურის დროს. კი ბატონო, ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში კახეთის რეგიონი, რომელიც ჩვენთვის, როგორც ხშირად ვიხსენებთ ხოლმე, არის ბეღელი, სულსათის წყარო და დაუშვათ თუ განვიხილავთ ურბანულ არეებს და ხშირად მოგვისმენია ასეთი რამ, რომ ხა სითბური ტალღებს რა უჭირს ან განსაკუთრებით გვალვიან პერიოდს, მე კონდენსიონერი მაქვს და თავს იოლად გავიტარ. კი, კონდენსიონერი გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველას გვჭირდება პროდუქტი. და ხშირად არის ეს პრობლემა ჩვენთან, როდესაც გვალვიანი დღეების წყალობით სამწუხაროდ მოსავლის რაოდენობა მცირდება, შემდგომ ბაზარში პროდუქციის ფასი იბატავს. ეს ეხება ხილს, ბოსტნეულს, შესაბამისად, ასეთი თვალსაზრისით არის ყურადღება მისაქცევი, სოფლის მეურნეობა არის გასაძლიერებელი, მაქსიმალურად მოსამზადებელი ასეთი შემოტევებისგან. რაც შეეხება მოსახლეობას, როგორც აღვნიშნე, რეგიონების ჭრილში ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს მეწყრულ ადგილებში, სადაც მაღალი რისკის ფაქტორია, რომ განვითარდეს მეწყრული პროცესები, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ იყოს ყურადღება მიქცეული დაუშვათ აი ამ პერიოდისთვის. და ზოგადად რამდენად მზად არის ჩვენი ქვეყანა, თუნდაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ახლა მესმის, რომ აგვისტოში სკოლები და ბაღები არ არის, თუმცა არის სამსახურები და ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ ადამიანები, აი რამდენად არის ადაპტირებული და მორგებული დღეს ჩვენ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა მსგავს ტემპერატურაზე და სიცხეზე. სამწუხაროდ შეიძლება ითქვას, რომ არის გარკვეული ექსტრემალური ტემპერატურები, რომლისთვისაც არ ვართ მზად.
ჩვენ გვჭირდება, როდესაც საუბრობთ ურბანულ არეებზე, აუცილებელია ერთგვარი, რასაც ვეძახით, სითბურ კუნძულებს. ანუ ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, სკვერები, პარკები, ესენი არის გადამწყვეტი, იმიტომ რომ ისინი იმ ტერიტორიის ირგვლივ, თავის ირგვლივ ტემპერატურას რამდენიმე გრადუსით დაბლაწევს. მისი ნაკლებობაც სამწუხაროდ არის ჩვენს ქალაქში და არა მარტო ჩვენს ქალაქში. კი ბატონო, ну უფრო ესეთი მომზადება გვჭირდება, როგორც მომდევნო. მაგრამ სანამ სკვერები და პარკები გაიშენდება, მოსახლეობისთვის ძალიან მარტივად შეიძლება რომ მისცემთ მოსახლეობას სიცხიან პერიოდში აუცილებელია რომ ვიყოთ ჰიდრატირებული, ანუ მაქსიმალურად წყალი მივიღოთ. წყალი მივიღოთ. პატარა ბოთლით, პატარა მათარით ვატაროთ თან და თუ გარეთ გვიწევს სიცხიან პერიოდში გასვლა, აუცილებლად შევივსოთ ის წყლის მარაგი, რაც ჩვენ ორგანიზმს განსაკუთრებით ჭირდება. ასევე დავიცვათ ჩვენი სხეული, ეს იქნება მზისგან დამცავი საშუალებების მიღება, მზის სათვალისწარება, თვალების დასაცავად. აი ეს არის ის ელემენტარული, რაც ყველა ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს და მართლაც სერიოზულად შეამცირებს იმ რისკებს, რაც უკავშირდება განსაკუთრებით ცხელდღეებს. თემის წარდგენის დროს მე ვახსენე, რომ ჯერ მხოლოდ ივნისი მიიწურა, თუმცა ევროპის მასშტაბით 1300 ადამიანს გადააჭარბა მსხვერპლმა. აი რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ ევროპის მაგალითზე, რათა იგივე მსგავსი შედეგი საქართველოშიც არ დადგეს. ძალიან კარგი კითხვაა და მართლაც ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც პარტნიორებისგან შეგიძლია მათი გამოცდილება გაითვალისწინო და გაიზიარო. ამისთვის მართლა ძალიან ბევრი არხია გახსნილი განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების სფეროში. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში ყველა ქვეყანა, ვინც არის მისი მონაწილე, მათ შორის საქართველო, შეთანხმდა და მოხერხდა, რომ შექმნილიყო ჯერ კლიმატის მწვანე ფონდი, შემდეგ ადაპტაციის ფონდი, შემდეგ კლიმატის მწვანე ფონდი და ბოლოს დანაკარგებისა და ზიანის ფონდი, რომელიც სულ ახლახანს ამოქმედა. ეს ფონდები რატო ჩამოვთვალე? ეს არის ინსტრუმენტი ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის მხარდაჭერის მოზიდვის, იმ დახმარების მიღების, რაც მოგცემს საშუალებას ადრეული გაფრთხილების სისტემის განვითარების და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ბოლო ტენდენცია, როდესაც ვსაუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და ბოლო ანგარიშები, რაც არის გამოქვეყნებული თუნდაც აზიის განვითარების ბანკის მხრიდან, პირდაპირ არის მითითება, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არის გადამწყვეტი. ეს არის ისეთი გლობალური ხასიათის პრობლემა, რასაც ასე ინდივიდუალურად ერთი ქვეყანა, გარკვეული სეგმენტი მოსახლეობის ამას ვერ გადაჭრის. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ ყველამ ერთად თანამშრომლობა ამ პრობლემასთან გამკლავებაში. რაც შეეხება ევროპის გამოცდილების გაზიარებას, ძალიან მნიშვნელოვანია ის ტექნოლოგიური მიღწევები და სამეცნიერო მიღწევები, რაც იქ უკვე ინერგება. ეს ყველაფერი საქართველოშიც თანდათან გადმოვიდეს. ხო, იცით, ცნობიერების ამაღლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე ინტერნეტში ამოვიკითხე, რომ მცირეწლოვანი ბავშვების გარდაცვალება დაფიქსირდა, როდესაც დაკეტილ მანქანაში გაუსაძლის სიცხეში დატოვეს. ხა ეს ალბათ ელემენტარულია, სიცხეზეც არ არის ხო, ესეთი რაღაცა განსაკუთრებული მეცნიერული დასკვნები და ცოდნები, რომ ესეთ ტემპერატურაში ბავშვი არ შეიძლება დატოვოს. აი, თუნდაც მედიის როლი ამ თვალსაზრისით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად და საქართველოში განსაკუთრებით. მართლაც კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი ცდილობს პერიოდულად შეისწავლოს საზოგადოების განწყობები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ არაკომერციული ორგანიზაცია და ჩვენი მთავარი მიმართულება კლიმატის ცვლილების სფეროში არის, რომ პოლიტიკის განვითარებას ხელი შევუწყოთ. კლიმატის ცვლილების პოლიტიკის რიყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ის წუხილი, რაც აქვს საზოგადოებას, მივიდეს შესაბამის უწყებებამდე. და სწორედ აი ამ პროცესის დაკვირვებით მართლაც ძალიან დიდია მედიის როლი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა საგანმანათლებლო სისტემამ ვერაფრით ვერ შეძლო კლიმატის ცვლილების შესაბამის დონეზე დანერგვა. მე გულისხმობ ამ შემთხვევაში უმაღლეს განათლებას პირველ რიგში, თუნდაც ელემენტარულად თქვენ თუ გინდათ რომ ვაკანსია გამოაცხადოთ კლიმატის ცვლილების მიმართულებით და განათლებაში ჩაწერთ რომ მინდა კლიმატის ცვლილების სპეციალისტი, ჩათვალეთ რომ საქართველოსთან განაცხადს ვერ მიიღო. აი ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასეთ დროს მედიას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თითოეული თქვენი აქცენტი დასმული, თუნდაც დღევანდელი ჩვენი საუბარი
რომ მაგალითად სითბურმა ტალღამ გადაუარა და ერთგვარი სითბური ცაცობი შეიქმნა ევროპის თავზე, ხო? ეს თუ ჩვენი მაყურებლის ინტერესს გააღვივებს და შემდგომ ამ ინფორმაციას უფრო ღრმად შეისწავლის, ეს არის ის, რასაც დღეს ჩვენი მედია აკეთებს და ამისთვის მართლა ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ეს ასეც უნდა იყოს ნამდვილად ასეა. ბოლოს რომ ვკითხოთ, აი უფრო გრძელვადიან პროგნოზზე თუ შეგვიძლია რომ ვისაუბროთ, აი რა შეიძლება რომ იყოს მომავალი წლების განმავლობაში შენარჩუნდება მსგავსი ექსტრემალური ზაფხულები თუ აი ეს შეიძლება ჩავთვალოთ მაქსიმუმად, რასაც შეიძლება რომ ველოდოთ. რაც შეგიძლიათ რომ დღესდღეობით გითხრათ, რა თქმა უნდა, რთულია ხო? საუბარი რა იქნება 10 და 20 წლის შემდეგ. თუმცა გეგმებს და სტრატეგიებს ხოვენ რომ გქონდეს 10 წელზე და უფრო მეტზეც გათვლილი კლიმატის ცვლილების სფეროში განსაკუთრებით. როდესაც მომავლის გეგმაზე პროგნოზზე ვსაუბრობთ და ასე 10 წელზე არა, მაგრამ აი თუნდაც რამდენიმე წელზე ახლა ძალიან ფართოდ განიხილება ის დასკვნები, რომელიც წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე იყო შესწავლილი მეცნიერების მხრიდან. და ალბათობა იზრდება იმის, რომ ჩვენ წლის ბოლოს დეკემბრისთვის გქონდეს ეგრეთ წოდებული El Niños ფენომენი. ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს? უკაცრავად ტერმინებისთვის უბრალოდ რაღაც ტერმინებია, რომელსაც თავს ვერ აუვლით. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პლანეტა ერთი დიდი მთლიანი სისტემაა. ჩვენ როცა ვსწავლობთ ამ ყველაფერს გვასწავლიან სკოლაში, მას ყოფთ, ხო? ნაწილებად განვიხილავთ ცალკე ჰიდროსფეროს, ანუ წყლის სისტემას, ატმოსფეროს. აი სწორედ ამ ორი სისტემის ურთიერთქმედება, როდესაც ხდება სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე, ქარების ჩამოყალიბება, ეს არის ესეთი ქარის მიმართულება, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ უბერავს. ამ შემთხვევაში გლობუსს თუ შევხედავთ, აღმოსავლეთით უკვე სამხრეთ ამერიკის სანაპიროსი აქეთ მოვდივართ და არის ავსტრალია, ტაილანდი, ასევე ინდონეზიის არქიპელაგი, ანუ ეს ამ მიმართულებით ხდება ჰაერის დიდი მასების სწორედ ქარის საშუალებით გადატანა. ეს რა პროცესია? ეს არის პროცესი, როდესაც ცხელი ჰაერის მასები გააჯერებული ტენით გადადის აღმოსავლეთში და აღმოსავლეთში ხდება უკვე მუსონების სახით, რასაც ვეძახით წვიმებით, ძლიერი წვიმებით, იქ ხდება მისი ჩამოცლა. ეს პროცესი არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი სამხრეთ ამერიკისთვის. ამ დროს ხდება ცივი წყლის ამოსვლა ზედაპირზე, იმიტომ რომ ცხელი ზედაპირი რაც იყო წყლის აორთქლდა და გადაიტანა ქარმა აღმოსავლეთში, შესაბამისად, აქ ხდება ეს პროცესი, რომ თქვათ შერევა და ცივი წყლის ამოსვლას რა მნიშვნელობა აქვს. ეს არის საუკეთესო საკვების საშუალება იმ ბიომრავალფეროვნებისთვის, რომელიც ოკეანეში გვაქვს და გამოიხატება ეს თევზების მიგრაციაში და მათი ამ თევზებით ვინც იკვებებიან, ფრინველები, სხვა ცხოველები, ისინიც უხვად არიან და შესაბამისად ჩვენთვის, ადამიანებისთვის ქმნის ძალიან კარგ საკვებ საშუალებას. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ციკლი ყოველწლიურად შესრულდეს. El Niño არის ის, როდესაც ეს ყველაფერი ჩერდება. ანუ ქარი აღარ მოძრაობს, შესაბამისად ხდება სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე წყნარი ოკეანეში თბილი წყლის დაგროვება, რაც თევზებს აიძულებს, რომ სხვაგან წავიდნენ და იქ აღარ იყვნენ. შესაბამისად, საკვების საშუალება იქ მცირდება. აღმოსავლეთში ეს არის ტაილანდის ტერიტორია, ინდონეზიის ტერიტორია, ავსტრალიის ტერიტორია. წვიმები აღარ მოდის, შესაბამისად ტემპერატურა მატულობს, გვალვები გვაქვს და უკვე ხდება ციკლის დარღვევა. ასეთი პროცესი მომხდარა, ეს არ არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული. 1876-78 წლები იყო ერთ-ერთი სუპერ El Niños პერიოდი, როდესაც აი ამდენი წელი, 3 წელი გაგრძელდა და სერიოზული მსხვერპლი მოიტანა. მონაცემების საფუძველზე სადღაც 50 მილიონამდეც კი მიაღწია მსხვერპლმა მსოფლიოს მასშტაბით. ეს იყო ბოლო შემთხვევა, ხო, როდესაც ბოლო იყო 2017-ში.
მაგრამ ის შედარებით უფრო სუსტი იყო, ხელმსუბუქი იყო. თუმცა ახლა აი ამას ვამბობ, რაც გაიზომა მეცნიერების მხრიდან წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, ეს არის სპეციალური არეალი, სადაც ხდება ტემპერატურის დაკვირვება, მან შეინიშნება უკვე ის ტემპერატურული მატება, რომელიც გვაძლევს იმ პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოსთვის, დეკემბრისთვის შესაძლებელია ელ-ნინიოს პროცესი დაიწყოს. დეკემბრამდე ესე იგი ვისურვოთ, რომ ელ-ნინიო აღარ განმეორდეს აი ამ ბევრი წლის შემდეგ. მე მგონი რაღაცა შემეცნებითი გაკვეთილებითაც გამოგვივიდა და ნამდვილად საინტერესო. დიდი მადლობა უნდა გითხრათ. მადლობა. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. მე მგონი ამწურავი ინფორმაციაც მივიღეთ და იმედი მაქვს, რომ იმ რეკომენდაციებს, რაც ჩვენმა სტუმარმა გაგვიზიარა, გავითვალისწინებთ. კავკასიის რეგიონული გარემოს დაცვითი ცენტრის კლიმატის ცვლილებების პროგრამის ხელმძღვანელი კახა მდივანი პასუხობდა დილის პალიტრის კითხვებს.